მოგესალმებით TST სპორტის მაყურებლებო, მორიგი ეპიზოდია ჩვენი გადაცემის და პირველ რიგში მინდა მადლობა უთხრა მიდია წიკაოს, რომელიც ჩვენთან ერთად არის. დღეს UFC-ზე ვისაუბრებთ. ძალიან საინტერესო გადაცემა უნდა გამოვიდეს და დავიწყოთ ნენელა, მანამდე აუცილებლად ვთქვათ ერთი ამბავი, რომ ორტონაში ვიმყოფებით. ეხლა ჩვენ მადლობა ორტონაში ვისწრებთ მასპინძლობს. ძალიან სასიამოვნო ლუდითაც გვიმასპინძლებიან და ეტაპობრივად თან გავსინჯავთ, თან გავიგებთ და თან სპორტზეც ვისაუბრებთ. მე მგონი ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ კარგი სპორტული ამბები გამოგვივიდეს. ნამდვილად მადლობა მოწვევისთვის, მადლობა ორტონას და ლუდი გავსინჯე და ძალიან გემრიელია მართლა. კი, რაღაც განსხვავებული ფერიც არის და მე მგონი განსხვავებული კი. სანამ უშუალოდ კითხვაზე გადავალთ, აუცილებლად უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომ გამოიწეროს ჩვენი YouTube არხი და ლაიქოს ვიდეო, დაგვიწეროს კომენტარები და გითხარით როგორ მოგეწონებათ ეს ეპიზოდი და რას გვირჩევთ კიდევ ამასთან დაკავშირებით. აუცილებლად მინდა კითხო 2025 წლის შესახებ. ძალიან კარგად დაუწყეთ მერაბის ბრძოლა უკვე ვნახეთ. შემდეგ იყო რომანი, შემდეგ იყო ალექსანდრე, უბრალოდ ჯერ იყო ალექსანდრე თოფურია, მერე იყო რომანი, გურამი, ეხა გიგას ჩხუბი გვიწევს. კარგი სტარტი ავიღეთ შესანიშნავი 2024 შემდეგ. შენი ემოციები როგორია პირველ რიგში 2025 წელს და რამდენად ბევრი სმოლოდინი გაქვს კიდე ამ წლისგან? ცია, ჩემი აზრით, წელი რა თქმა უნდა კარგი იყო და ზოგადად რაც ქართველები ასე ვთქვათ, მოგროვდნენ UFC-ში და დაიწყეს გამარჯვებების დაგროვება, უფრო უკეთესი წლებია რა. 20-21 ჯობდა, 21-22 და ასე. წინ მივდივართ. და ბუნებრივია ამ წელსაც ვფიქრობ, რომ წინ წავალთ იქიდან გამომდინარე, რომ ერთი მებრძოლი დაგვემატა, ალექსანდრე თოფურია, ახალი სახე გაიმარჯვა თან დებიუტში, ძალიან კარგი მოწინააღმდეგეს შეახვედრეს და ის დამაჯერებლად მოიგო. იდეაში მე ვფიქრობ, რომ კიდე დაგვემატება ერთი-ორი მებრძოლი, კიდე უფრო მეტი მატება იქნება ამ ხრივ და თან საკმაოდ ახლოს ვართ ორი წონის ჩემპიონთან. ალბათ წლის კულმინაცია იქნება, როცა ილიას ჩაენიშნება საჩემპიონო ბრძოლა. მერაბმა უკვე დაიცვა კამარი და ახლა კიდე ერთხელ იცავს. საერთოდ გაწმენდილი აქვს დივიზიონი და რომანიც თავიდან უახლოვდება კამარს. მოკლედ ძალიან კარგი წელი გამოდის. ერთ-ერთი რაზეც გული მწყდება გურამი ახსენე და ვფიქრობ, რომ ასევე მნიშვნელოვანი იქნება წლის ბოლომდე გურამის დაბრუნება და რაღაცნაირად ვთქვათ, გამარჯვების გზაზე რომ გურამიც დადგეს. მოდი ეხლა ეს სპორტსმენები რაღაც მომენტებში ცალ-ცალკე ჩავშალოთ ყოველს ამბავი რა. ალბათ ყველაზე პრაიმ მომენტი ეხლა არის მერაბისთვის, იმიტომ რომ ნახეთ უკვე შონომალს დაუპირისპირეს, კიდევ ერთი შეხვედრა ექნება, კიდევ ერთი ბრძოლა ექნება შონომალის წინააღმდეგ. შენი აზრით რა უნდა გააკეთოს შონომალმა იმისთვის, რომ ასეთი დომინირების შემდეგ როგორც მერაბმა მას მოუგო, ეხლა რაღაც შეცვალოს რა. მერაბ დვალიშვილსაც შეუძლია რაღაცეები შეცვალოს. თლად ასე არ არის და შონომალის მართებს უბრალოდ ცვლილებები. თვითონ ამბობს, რომ ტრავმა აწუხებდა, რაც სავარაუდოდ ასეა, იმიტომ რომ ძალიან მალევე გაიკეთა ოპერაცია. იცი რა, მე ვფიქრობ, რომ მერაბ დვალიშვილისნაირ მებრძოლს როცა ხვდები და შენ გაქვს ნოკაუტის ძალა, გაქვს წვდომში უპირატესობა, შეიძლება სისწრაფეში უპირატესობაც გულისხმობ კიდურების სისწრაფეს და მაგალითად როგორც გადაადგილდება ომალი ოქტაგონს ძალიან კარგად აკონტროლებს დისტანციას. ალბათ საწყის ეტაპზე ვეჯობია, რომ ცოტა მეტი გარისკო, რადგან ის რომ შენ მერაბმა არ წაგაქციოს არის და ეს იყოს რა შენი ასე ვთქვათ გეგმის მთავარი, რაზეც შენდება რა შენი გეგმა, რომ მე მერაბმა არ უნდა წამაქციოს და ამას უნდა ძალიან დიდი დრო მგონია რომ შეუძლებელი, ან მაგას ვერ ისწავლით. ან შეგიძლია მერაბზე უკეთესად კიდეობა, ან არა და აუცილებლად წაგაქცევს მერაბ. ეს გამოჩნდა ბოლო ბრძოლაში უმართან, აი უმარს ეგონა რომ ვერ წააქცევდა მაგალითად მერაბ. და ნახეთ რომ ადრე თუ გვიან მერაბი ყველას ტეხავს. ამიტომ ვფიქრობ შონომალი უფრო რისკიანი იქნება საწყის ეტაპზე, უფრო აგრესიული და როგორ თქვა, უფრო მეც შეეცდება, თუნდაც მაშინაც კი თუ მერაბი მოახერხებს და საწყის ეტაპზევე წააქცევს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს ფეხზე და არ მიიღოს პოზიცია, ანუ რაც წაკეთებს ხოლმე ხშირად ჩაკეტოს გარდი და ნუ კაი ეს რაუნდი მივცეთ მე, ასე მგონია რომ არის ამს და იქ გარისკავს ბევრს, თქვა ანუ წამოდგომა შეეცდება. მოკლედ ბევრს გარისკავს ომალი, რაც იმას ნიშნავს, რომ შანსი უფრო მეტი მიეცემა მერაბს, რომ ეს გარისკვები დასაჯოს
თეორიულად შეიძლება ფინიშიც ვიხილოთ, მაგრამ თუ ბრძოლა მივიდა ანუ გადაცდა მეორე მესამე რაუნდს, ამ შემთხვევაში უკვე ძალიან რთული წარმოსადგენი არის ომალის გამარჯვება, იმიტომ რომ ეს გარისკვა ძალიან ბევრ ენერგიას მოითხოვს. ვიცით რომ მერაბთან ენერგიაში პრობლემა ყველას აქვს. მერაბი არ იღლება, მეტოქეები იღლებიან და უკვე ძალიან დაღლილი ომალი იქნება მეოთხე მეხუთე რაუნდში და შეიძლება პირველი ფინიშიც ვიხილოთ მერაბისგან უკვე როგორც ჩემპიონის სტატუსით. მოდი ეხა გადავიდეთ რომანის ბრძოლაზე. მაინტერესებს თითქოს რაღაცა მომენტი იყო რომ რომან ჩამოწერეს ჭყალებში რო თქვა ქამრისთვის მებრძოლებს შორის, მაგრამ რომანის ბოლო გამარჯვებამ ყველას აჩვენა რომან დოლიძე ისევ საქმეშია და იბრძვის იმისთვის, რაც მისი მიზანია და ალბათ რაც ჩვენ ყველაზე მეტად გაგვახარებს. რამდენად დიდი გზა დარჩა იმისთვის, რომ ქამრისთვის ბრძოლა მიიღოს და ვინ შეიძლება იყოს მეტოქე, ვინც მას დაუპირისპირდება, იმიტომ რომ როგორც მახსოვს, ისრაელ ადესანია გამოიწვია თვითონ და ჯერ პასუხი არავისგან ესე კონკრეტული არ არსებობს თუ ვისთან იჭრებს რომან დოლიძე. ჩვენ არ ჩამოგვიწერია. ხო, ანუ გულისხმობ საიდანა სპორტის გუნდს, ვინც ვაკეთებთ MMA-ს უკვე თითქმის ჯამში 10 წელია, ვინც ვართ ამ გუნდში, ჩვენ ვიცით რა შეუძლია რომანს, იმიტომ რომ მას და მის უნარებს ძალიან კარგად ვიცნობთ და ერთმა და ორმა ბრძოლამ არ შეიძლება მებრძოლის რაღაც ძალიან კარიერაზე იმოქმედოს, რადგან აი ამ წამაგების შემდეგ რომანი დაბრუნდა, მოგებების სერია აქვს და ერთ-ერთი ვისთანაც წააგო რევანში აიღო. ვინ შეიძლება იყოს მისი მეტოქე? ალბათ ისრაელ ადესანია სასურველი მეტოქეა, რადგან MMA-ში და ალბათ ზოგადად სპორტში ასია, ანუ ათლეტს ვერ ექნება რაღაცა ორი პიკი ეს თქვა შორის ხაბიბმა თქვა და ძალიან სწორი არის ჩემი აზრითაც ეს რომ ისრაელ ადესანიას პიკი უკვე ჰქონდა, ისრაელ ადესანია მოდის ახლა უკან და ძალიან კარგი და ხელსაყრელი მეტოქეა ისეთი მებრძოლისთვის, ვისაც უნდა რომ ასე ვთქვათ დიდი და ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვოს. რატომ? ერთის მხრივ ამარცხებ ისრაელ ადესანიას და მეორეს მხრივ ეს ისრაელ ადესანია თლად ისეთი ვეღარ არის. რომან დოლიძე სტილისტურად ისედაც ძალიან უხერხული მეტოქე იქნებოდა, სურო პიკში ყოფილიყო ისრაელ ადესანია, რადგან მიწაზეც და დედამიწაა სხვაობა ამ ორ მებრძოლს შორის. და როგორც ვიცით, საბოლოო ჯამში მოჭიდავებს და ზოგადად გრეპლერებს უფრო აქვთ უპირატესობა სტრაიკერების წინააღმდეგ და აქედან გამომდინარე არც ისე არ იქნებოდა რომანი ადესანიასთვის საჩუქარი და მით უმეტეს ამ ეტაპზე მათი კარიერების რომანი არის პიკში და ის შორს არის ძალიან პიკის. ისეთი დიდი კონკურენცია ამ წამ საშუალო ზონაში რეალურად 3 ადამიანია, ესე იგი იმავოვი, ხამზატ ჩიმაევი და კაიო ბოალიო, ანუ 3 მებრძოლია, რომელსაც 3-ვეს აქვს პრეტენზია, რომ ქამარზე ჯგუფს იმსახურებს და ალბათ ამ 3-დან რომელიმეს ქამარზე გაუშვებენ, რომელიმეს ადესანიას მისცემენ, აი და რაც დარჩება დიდი ალბათობით იმას რომანს შეახვედრებენ. იმას რომანს შეახვედრებენ. ესეთი ვარიანტიც არსებობს. აუ, შეიძლება ეგრეც იყოს, მაგრამ კარგია რომანმა იმ მარცხის შემდეგ ძალიან კარგი სტარტი აიღო თავიდან, როგორც ჩვენ თქვი და ნახოთ რა იქნება. მე მგონია რომ 2025 წელს ერთ-ან ორ ბრძოლას ჩაატარებს, რომელიც 2026 წელს უკვე დაახლოებს იმ საბოლოო მიზანთან, რაც არის ქამარი. მოდი ესე გავყვეთ რა, მებრძოლების კარიერიდან გამომდინარე რაღაცებს და გურამის მარცხი წამოგვეწია 2025 წელს. თან აშკარა ფავორიტი იყო, მისი მოწინააღმდეგის ჩხუბები ნახს, სანამ გურას ბრძოლა იქნებოდა და ვერ ვხვდებოდი რანაირად უნდა დაემარცხებინა გურამ ქუთათელაძე, თუმცა ფაქტია რომ ოქტაგონზე ვნახეთ რომ გურამს თითქმის არაფერი გამოუვიდა, მის მოწინააღმდეგეს კი რაც დაგეგმილი ჰქონდა ყველაფერი იდეალურად შეასრულა. რამ გამოიწვია შენი აზრით ეს მარცხი? ან თუ იცი გურამისთან თუ გქონდა საუბარი ამაზე, რა მოხდა იქ უშუალოდ და რა იქნება კარგი გურამის დასაბრუნებლად, რა დონის მეტოქე უნდა ვნახოთ და როგორ შეიძლება რომ მან ბრძოლის შემდგომი კამბექი? არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს რა გამოიწვია ეს. შემიძლია მხოლოდ ვარაუდი, რადგან თვითონ ესე გურამთან არ მისაუბრია. შეიძლება ამი აწუხებდა. ხანდახან არის რომ უბრალოდ შენი დღე არ არის და ჩაკეტილე ვერ იხსნება მებრძოლი, ესეც გვინახავს. ანუ ეს ყველაფერი ვარაუდია,
და არავინ იცით ხო წარმოდგენა არ მაქვს სინამდვილეში რა იყო ამის მიზეზი მე ის ვიცი რომ გურამ ქუთათელაძე ზოგადად უფრო მრავალმხრივი უფრო გამოცდილიც კი და უფრო გაცილებით უკეთესი მებრძოლია ვიდრე ფერნანდეში ისთანაც წააგ მაგრამ იმ დღეს ეს ასე არ იყო ნამდვილად ხო თუ რა უნდა გააკეთოს ახლა გურამმა არაფერი ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაივიწყოს ეს რაც მოხდა გადაერთოს შემდეგ მეტოქეზე იყოს ჩვეულებრივად გურამ ქუთათელაძე მოემზადოს შემდეგი მეტოქისთვის და ამჯერად გვაჩვენოს თუ რა შეუძლია რატომღაც არ ვიცი რატო იყო ეს აზრი გავრცელებული საზოგადოებაში რომ ალექსანდრე გამოვიდოდა და პირველივე რაუნდში ნოკაუტით რაღაცა სწაული დარტყმით მოიგებდა და არ ვიცი ეს რატო იყო ვერ ხვდები რატო უნდა გაერისკა ჯერ ასე თვითონ მასაც დიდი პაუზა გამოუვიდა რაღაც ოქტაგონიდან ოქტაგონ შორის ბრძოლას შორის და ვერ ხვდები ეს რატო უნდა გაიკეთებია შენ როგორ შეაფასებ მის დებიუტს და უკვე იწყებს კარგ სვლას და ნახოთ დებიუტი იყო მოიგო დამაჯერებლად სამივე რაუნდი მეც არ ვიცი იცი რა კიდევ ერთხელ გექნება ეგ აზრი შენ გაგებული აუცილებლად ხო კიდევ ერთხელ ძალიან ახალი არის ჩვენი ქვეყნისთვის საქართველოსთვის ეს სპორტი არის ძალიან ახალი და უმეტესობამ დაიწყო ყურება ყველაზე მაქსიმუმ 5 წელია ცოტა ეს ყველას გონია რომ რაღაცეები ესე ხდება ესე არ არის ანუ ის ადამიანი ატარებდა თავის სადებიუტო ბრძოლას რაც არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული ბრძოლა საჩემპიონოს დონეზე რთული არ არის რა თქმა უნდა მაგრამ არანაკლები არის ასე ემოციურად და აქცენტი გააკეთა შედეგზე ნოკდაუნიც გვანახა იქ კარგი ჭიდაობაც გვანახა სასწაულის უპლექსი გაუკეთა ეს ყველაფერი უნარები გვაჩვენა მრავალმხრივობა გვაჩვენა ის რომ მისთვის არც დროში გაწელილი ბრძოლა არის პრობლემა 15 წუთი არ დაღლილა საერთოდ და მოიგო ხო დამაჯერებლად მოიგო მე არ ვიცი მეტი რა უნდა გაეკეთებინა ხო ალბათ ყველა ელოდებოდა რომ ილია ხო და ბევრს ვითხოვთ აი ეგ არის რა პრობლემა გულშემატკივრებს ავიწყდება რომ ეს არის ჩვეულებრივი სპორტული შეჯიბრე დაახლოებით იგივე არის როგორც ვიცი შენ ფეხბურთში უფრო კარგად ერკვევი და მე საერთოდ ვერ ვერკვევი მე ვიცი რომ რეალ მადრიდი უგებს ხოლმე როგორც წესი ხშირად ყველას და ეხლა მანჩესტერ სიტიც ეგეთი გუნდი იყო ეს ბოლო წლები ეხლა მე მგონი არ არის არა წეს ეხლა ვერ გამოვიდა ხო აი წარმოიდგინე რაღაცა გუნდი რომელიც აღიარებულია რომ ყველაზე მაგარი გუნდი და ყველა თამაშში რომ ელოდებოდა რომ 5-0 უნდა მოიგოს და 3-0 რომ არ მოგწონდეს რომ 3-0 უკმა ყოფილო რო და ანგარიშია 3-0 როცა 5-0 შეგეძლო აი დაახლოებით ეგრეა ესე ხო არ არის რა იგივე არის იქაც თავარია შედეგი ხო და შედეგი თან უბრალოდ შედეგი არა ეხლა შეიძლება შედეგი შენ სასარგებლოდ გადაწყვიტონ საჭირო მაგრამ რაღაცა მთლად ისეთიც ვერ იყო ალექსანდრე თოფურიამ ყველაფერი გვაჩვენა აი ესე გეტყვი რა დაახლოებით 6 წელია რაც მიმყავს MMA და ნამდვილად აი დადასტურებულად შემიძლია გითხრა რომ ასე ცოტა და თითქმის აი ცოტა კი არა მე მგონი საერთოდ არ მინერვიულია აი ბრძოლის დაწყების წამიდან დასრულების წამამდე ვერ მოვახერხე რომ რამეზე მენერვიულა ხო არაფერი მოხდა რა ხო იქით ამ ხრიდან ვიცოდი რომ კარგი მებრძოლი იყო მაგრამ აი იმდენად განეიტრალდა ყველგან ყველა დონეზე ყველა სიტუაციაში ყველა პოზიციაში ვერ მინერვიულე რა მოდი კიდე წინ წავიდეთ და გიგაზე თქვათ ეხლა რამდენიმე სიტყვა იმიტომ რომ ძალიან მალე აქ უკვე ბრძოლა წინა ბრძოლა არ გამოვიდა ისეთი როგორც ჩვენ ყველა ველოდებოდით და ბოლო პერიოდშიც არ აქვს იმდენად წარმატებული პერიოდი გიგას ნახოთ რა იქნება გიგა ბრუნდება ოქტაგონზე გამარჯვებისთვის მისი მებრძოლიც როგორც ჩვენც მითხარ და მეც დავაკვირდი საკმაოდ კარგი ბიჭია კარგი მებრძოლია მაგრამ ჩვენ გიგას გამარჯვებას ველოდებით კი კარგი მებრძოლია ის როგორი ბრძოლა უნდა ვნახოთ მაინც ველოდებით ხო როგორი ბრძოლა უნდა ვნახოთ რას ფიქრობ ონამა პრინციპში უნივერსალური მებრძოლია მაგრამ მისთვის ნომერ პირველი ასე ვთქვათ ოპცია მაინც არის რომ ფეხზე ჭუბი უყარს და ტკმითი ტექნიკები მაგრამ ჭიდაობაც რომ შეუძლია ეს არის საფრთხე მე ვფიქრობ რომ გიგა იმდენად კარგი სტრაიკერია რომ თუ ის არის სათანადო ფორმაში ისეთი გიგა თუა როგორიც იყო
20-20-ში და 20-21-ში. შეიძლება თად ისეთი ვერ იყოს, მაგრამ აი ახლოს იმ გიგასთან. დავით დონამა მისთვის არ არის რაღაც გადაულახავი ბარიერი ნამდვილად. ნებისმიერ შემთხვევაში უფრო მაღალი კლასის მებრძოლია ვიდრე დავით დონამა. უბრალოდ ეგ არის ხო ასაკი ემატება გიგას და გიგას სჭირდება ოქტაგონში ძალიან ბევრი მოძრაობა. იგივე ბოლო ბრძოლაშიც არნოლდ ალენთან. მე რაც ვფიქრობ, ესეც მოსაზრება მხოლოდ და მხოლოდ ეს არ არის რაღაცა აბსოლუტური ჭეშმარიტება, ხო. ჩემი აზრით ზუსტად აქ გაუჭირდა. სანამ შეეძლო ეს თავისუფლად მოძრაობა, სანამ სისწრაფე, ასე ვთქვათ, მიყვა, ხო? იყო ორჯერ უკეთესი, ხო, ალენს პირველ რაუნდში გადაუარა, ხო? როგორც სტრაიკერმა სტრაიკერს. მაგრამ მეორე რაუნდში როცა უკვე დაღლა შემოვიდა და მოძრაობა გაუფუჭდა, ანუ ისე ვეღარ მოძრაობდა, უკვე ალენმა რაღაცა სადღაც რაუნდის 7-დან უკვე მოპარა უპირატესობა. დავით დონამა არ არის ხა არნოლდ ალენის დონის მებრძოლი, მაგრამ გიგას სჭირდება რომ აი ეს მეორე რაუნდიდან ასე აღარ მოპაროს არავინ. მინიმუმ 2 რაუნდი ჩამოთვალოს ისე რომ კარგად და დამაჯერებული. თორე ხარისხობრივად დარწმუნებული ვარ რომ დავით დონამა ფეხზე გიგა ჭიკაძეს ვერასდროს ვერ მოუგებს. უნარებს, სუფთა ესე უნარებს, მაგრამ ხო, ეგ არის რა მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასაკი, გამძლეობა, სხვადასხვა ძალიან ამტანია გიგა. იგივე კევინ კატართან ბრძოლაში გამოჩნდა, რომ ძალიან ამტანი არის და ესე ანუ მაინც შეეძლო ჩხუბი, ანუ ფეხზე იდგა იმ ბრძოლაში. ბევრი დაეცემოდა და ბევრი დაეცემოდა. ხო, გიგა მებრძოლი არის რა მთელი სულით გულით და ამ ყველაფერს რომ ის კლასს უმატებ, გონია რომ დავით დონამას დაამარცხებს. კი ბატონო. მაგრამ მესმის რომ ალბათ ესე ზოგადად დანარჩენი მსოფლიოსთვის დავით დონამა ფავორიტი იქნება. ესეც გასაგებია და ლოგიკურიც არის ალბათ რატომაც ფიქრობენ ეს. ბოლოსთვის შემოვინახე ყველაზე გემრიელი კითხვა და ყველაზე გემრიელი თემა. სანამ ამ თემას დავიწყოთ საუბარს, აუცილებლად უთხრათ ჩვენს მაყურებელს რომ გამოიწერონ ჩვენი არხი და ლაიქონ ვიდეო, დაგუწეროთ კომენტარები. კრაფტრუდიც დავაგემოვნეთ, მე მგონი მოგეწონდა შანს. კი, ძალიან კაი. კიდევ ერთი რო გაქვთ განსხვავებული, ის მაინტერესებს. ის გაინტერესებს, კი აუცილებლად მაგასაც გაგასინჯებთ, სანამ მოვჩებით საუბარს. და მოდი დავიწყოთ კიდევ გავაგრძელოთ საუბარი UFC-ზე და მივიდეთ ყველაზე საინტერესო თემაზე ამ მომენტში ქართველებისთვის. ვისთან იჭხუბებს ილია თოფურია? ეს ალბათ არავინ იცის, თვითონ ილიამაც არ იცის, მაგრამ მე ეგეთი შთაბეჭდილება და აზრი მაქვს, რომ ილია არ დათმობდა ქამარს ისე, თუ აქედან არ იქნებოდა გარანტია იმის, რომ ის ზედა წონაში აუცილებლად ქამრისთვის იჭხუბებდა. მისმა აგენტმა ზუსტად ამ თემაზე ისაუბრა, რომ წლებია ამ ბიზნესში ვართ და არ ვართ ჩვენ ეგეთი გიჟები, რომ დაპირებების და პირობების და შეთანხმების გარეშე მსგავსი გადაწყვეტილება ავანტიურულად მიგვეღო, თუმცა ფაქტია, რომ ჯერჯერობით არ ვიცით ვის ეჭხუბება. რა ხდება ამ დივიზიონში და რატო ხდება ეს ილიას თავს ამ მომენტში? ну რაც შენ თქვი ეგ არის ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით ვისთან იჭხუბებს, მაგრამ ვიცით რისთვის იჭხუბებს, ქამარისთვის, რა თქმა უნდა. ვინ იქნება მეტოქე? არ ვიცით. და ალბათ გავიგებთ მაშინ, როცა ბელალ მუჰამედი ეჭხუბება ჯეკ დელა მადალენას და გავიგებთ საბოლოოდ ისლამი რა შვება. ჩემი აზრით ილიას ექნება წელს საჩემპიონო ჩხუბი, ან ექნება ისლამ ახაჩევთან, ან არა და ვაკანტურ ქამარზე ექნება ჩხუბი ვინმესთან. ეს ვინმე ვინ იქნება? შეიძლება იყოს სარუკიანი, შეიძლება იყოს ხო? ნახოთ. ეს ხდება ილიას თავს ალბათ. ილიამ ძალიან ისეთი მესიჯი გააგზავნა ახლობით ერთი კვირის წინ ნახე, რომ აქამდე მე UFC დამპირდა საჩემპიონო ჩხუბს, წონა შევიცვალე და UFC აქამდე თავის ყველა პირობას ასრულებდა. ანუ მას არ უთქვამს, რომ UFC დამპირდა აუცილებლად ისლამ ახაჩევს. საუბარი არის საჩემპიონო ჩხუბზე. თუ ისლამს უნდა ზემოთ ასვლა, ავიდეს და თუ არ უნდა, მაშინ მოუწევს ილია თოფურიასთან ჩხუბი. მე ასე ვფიქრობ. თან მგონია, რომ ილიას ეხა არ ვიცი უაზროდ დავამძიმებ თუ არა ამ აზრს, მაგრამ გუშინ რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება, რომ რუსეთზე როდესაც საუბრობდა რა. ეგეც იქნება ალბათ რაღაცა დოზით мотиваცია. მე ეგრე მგონია, იმიტომ რომ მერავის შემთხვევაში იანთან და უმართან ეგ იყო мотиваცია. ილია ამ თემაზე ძალიან აქტიურად საუბრობს ყოველთვის და
და ეს განცხადება საკმაოდ კაფეო იყო, როდესაც ამბობს, რომ რუსეთს არ უნდა ენდო და მე ვნახე მაგათმა რა გამიკეთეს და რა გაუკეთეს ჩემ ოჯახს და არაპატი არავის ამ თემაზე ოდნავ გვერდზე ნათქვამი სიტყვაც. და გონია რომ ილიასთვის ეს კიდე ერთი დამატებითი мотиваცია იქნება, როდესაც საქართველოს რუსეთის თემას დააყენებს ოქტაგონზე რა. ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ჩვენ გვაქვს და სხვებსაც ექნებათ ხა ეს თვისება. მარტო ქართველები არ ვიქნებით ასე. როცა მეზობელს ხვდები რაღაცაში რა, სომხეთს რო შევხვდით, ხო? სომხეთს არ აქვს ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებული, მაგრამ პრინციპული იყო, ხო? სომხეთს უნდა დაგემარცხება. ეს ლოგიკურია. გაცილებით უარესი არის, როცა ხვდები იმ ქვეყნის წარმომადგენელს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მიწები აქვს მითვისებული. ეს თან ილია თოფურია არ არის უბრალოდ ქართველი, რომელსაც ეს ამბავით კი ვარ რა. ილია თოფურიას უშუალოდ ოჯახს შეეხო ეს. როცა აფხაზეთიდან საკუთარი სახკარი დატოვეს და მოუწიათ გამოქცევა. ამაზე ძალიან კარგი წიგნიც არის, უკვე დაიწერა დედა და ილია, ასე ხქვია. ხო, სათაურს ინგა ბენდელიანი თოფურიას ავტობიოგრაფიული ტიპის წიგნი, ანუ ძალიან საინტერესო, ძალიან ბევრ ამის გაიგებს, მოკლედ მაყურებელი ამ წიგნის წაკითხვისას და ბევრად უფრო უკეთ მიხვდება თვითონ ახ შერაკითხვაც დამისვი, რატომ არის ეს ილიასთვის დამატებითი мотиваცია, ხო, როცა ნახავს რა აქვს ამ ოჯახს გამოვლილი და რა პირობებში არის ეს ბიჭი გაზრდილი რა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, აუცილებლად ეს არის დამატებითი мотиваცია, მაგრამ დღის ბოლოს საქართველოს და რუსეთი არ შედის ოქტაგონში, შედის ილია თოფურია და ისლამ ახაჩევი და შესაბამისად საქმე მან უნდა გააკეთოს თავისი სპორტული კუთხით. თუმცა ხო, ეს აუცილებელი. ზოგადად გონია რომ სპორტსმენები ესეთი ხალხი არიან რა და мотиваციას ისედაც ეძებენ და ამ შემთხვევაში არაფერი არ არის მოსაძებნი რა. ყველაფერი წინუდებს და ყველაფერი ის რომ ამას თავის თავში ხო აქ ძალიან დიდი мотиваციას პაულობს და პაულობს კი ბატონო. მოდი ეხა მოვშორდეთ სპორტსმენებს და UFC-ს თემებზე მინდა გკითხო. UFC ბაქო დაგვიანონსეს, UFC ბაქო გაიმართება. სიმართლე გითხრა, ველოდი რომ საქართველოს შეიძლება ყოფილიყო იქიდან გამომდინარე რომ დანავაითმა ისაუბრა ამაზე, რომ საქართველოს ეხა ყველაზე რეალური კანდიდატი. თუმცა ბაქო გადაწყდა, არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ ფორმულა 1-ის ტურნირი ტარდება, საკმაოდ დიდი საფეხბურთო მაჩებისთვისაც უმასპინძლია და UFC-ც კავკასიაში შემოვიდა ბაქოს სახით. რამდენად კარგია იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად პოპულარული გახდეს, თუნდაც იგივე საქართველოში და რა გვჭირდება ჩვენ იმისთვის, რომ ერთ დღეს თბილისში ან ბათუმში ან ქუთაისში არ ვიცი სადმე ამ დონის ღონისძიებას უმასპინძლოთ. მებრძოლები არ გვაკლია, ეს ფაქტია. პოპულარობა ამ ქვეყანაში არ აკლია. რა არის, რასაც დანაეძებს და ვერ იპოვა ჩვენ ქვეყანაში. პირველ ნაწილს უპასუხებ კითხვისას. კარგია რა თქმა უნდა, რომ ბაქოში ტარდება და ზოგადად ამ რეგიონში პირველი ივენთი იქნება რა კავკასიაში, ასე ვთქვათ. ამაში ცუდი არაფერი არ არის. ხო, რა თქმა უნდა. კარგია იმ ხრივ, რომ ამ რეგიონში ჩატარებული ივენთი ნიშნავს იმას, რომ თუ მოხდა რაღაცა გაუთვალისწინებელი ამ რეგიონშივე დაიწყებენ მებრძოლების მოძებნას, შესაბამისად ჩვენ ქართულ მებრძოლებს, რომელსაც საერთოდ არ უფიქრიათ, შეიძლება უცებ ეს შანსი მიეცეთ. ამას გარდა, ვისაც უფიქრია, იმან შეიძლება მიიღოს სადებიუტო ბრძოლის შანსი. ეს ჩვევია UFC-ს, როცა სადღაც ესე განსხვავებულ ადგილას ჩადის, იქაურ მაყურებლების ინტერესს ამით ცდილობს, რომ ასე ვთქვათ, მოიზიდოს ხო, იქაური მაყურებელი ერთ-ორ ესეთ მებრძოლს აძლევენ ხოლმე შანსს. ხო, ესეც კარგია და მეორე ნაწილი, რატომ რა არ იყო და საქართველოში დანავაიც არის ის, რომ არ გვაქვს ინფრასტრუქტურა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე მგონი ერთხელ უკვე ვთქვი, ეს არის საბოლოო ჯამში კერძო ბიზნესი UFC და ფინანსურად უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყანა ბევრ რამეს. გარდა იმისა, რომ ინფრასტრუქტურა აუცილებელია. ეგეც არ არის. ხო და შესაბამისად ბაქო
ამ ეტაპზე შეიძლება ყველაზე კარგი ვარიანტიც კი იყოს ჩვენთვის და ის რომ მხოლოდ ვთქვათ რომ რაღაც გვინდა საქართველოში ივენთი სინამდვილეში ჩვენ უნდა გავაკეთოთ რომ მეტი ჩვენ გულისხმობ ქართულ ხალხს და არა მარტო ქართულ ხალხს შეიძლება ეს იყოს თავრობა არ ვიცი ვინმე მე ამაში არ შევალ მე მაგრამ მებრძოლებმა რომ თავისი გასაკეთებელი უკვე გააკეთეს და ორი ჩემპიონით რო ხარ და ამდენი რეიტინგული მებრძოლით ორგანიზაციაში ეს გასაკეთებელი უკვე გაკეთებულია რა ტოპ 5 მებრძოლში არის ორი ქართველი ამ წამს pound for pound რეიტინგის ტოპ 5-ში არის ორი ქართველი არც ერთ ქვეყანას არ ყავს ორი წარმომადგენელი UFC-ს pound for pound რეიტინგი ესე პირდაპირ არა მაგრამ არაოფიციალურად არის შეგიძლია უწოდო რომ ეს არის სოფლიოში სოფლიო რეიტინგი ასე შეგიძლია უწოდო სოფლიო რეიტინგში ხუთეულში არის ორი ქართველი ხო ამაზე მეტი ამაზე მეტი რა უნდა გააკეთონ ხო დანარჩენი უკვე სხვებზე არის დამოკიდებული თუ მოხდა სასწაული და ის ნაწილიც დაკმაყოფილდა რაზეც წეგან ვისაუბრე აუცილებლად ჩვენთანაც ჩატარდება ივენთი კი არა ჩატარდება ხოლმე ხო და ესეთი ბინა გახდება ხო ვიცი რატო იმიტომ რომ ქართველი მებრძოლები ჯერ კიდე არ არის ანუ ახლა ილია თოფურია თეორიულად კიდევ დიდი ხანი იბრძოლებს ალექსანდრე თოფურია კიდევ დიდი ხანი იბრძოლებს სხვა ქართველი მებრძოლები ძალიან ნიჭიერი ბიჭები არიან და დარწმუნებული ვარ რომ ის ადამიანებიც რაღაც ეტაპზე UFC-ში მივლენ და თავის სიტყვას იტყვიან ანუ ჩვენ არ ვართ იმ მდგომარეობაში რომ რაღაცა ერთი თაობა წავა და მე რა ვქნათ ანუ მოდიან მოდის რა მეტნაკლებად თაობა რომელსაც შეუძლია და პლუს კიდე ვინც არის არ არის იმ ასაკში რომ რაღაცა ხვალდაზე რო აღარ იჩხუბებენ ხო მათაც შეუძლიათ რომ კიდე ჩაატარონ ბრძოლა კიდე ჩაატარონ მაღალ დონეზე მოვიდა ჩვენი ახალლუდი რომელიც უნდა გავსინჯოთ ესეც აქ იხარშება ან ზოგადად ორტონაში არჩეგვინა გავსინჯოთ ესე ლუდის სახეობები ყველაფერი ადგილზე მზადდება და კრაფტლუდია გაუფილტროვ ყველაფერი შეგვიძლია ადგილზე ვნახოთ და ძალიან მაგარია მაგის გამო და მადლობა მასპინძლობისთვის აქვე თქვათ მაშინ რომ გამოიწონეთ ჩვენი არხით და დაგვიწეროთ კომენტარები ეხლა გადავიდეთ ჩვენი საუბრის ცოტა უფრო განსხვავებულ ნაწილზე მაგრამ ჩემი აზრით ძალიან საინტერესოზე რეალურად რა არის UFC? ახლა მე ვარ ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი. მიყვარს ძიუდო განსაკუთრებით. მიყვარს კალათბურთი მიყვარს ძალიან და მომწონს რომ დალაგებული სისტემაა. ვიცი როგორ უნდა გახდეს გუნდის ჩემპიონი, ვიცი რამდენ ქულას იღებს მოგების შემთხვევაში, ფრის შემთხვევაში, ძიუდოში იგივე როგორი პრინციპით ხდება შეჯიბრის ჩატარება და დალაგებულია, მოწესრიგებულია სპორტსმენი კონცენტრირებულია იმაზე რომ უბრალოდ გავიდეს და თავის საქმე გააკეთოს. UFC-ში ეს ასე არ ხდება. და რა ხდება მაშინ ამ ორგანიზაციაში და რატო არის ეს ასე? UFC არის ორგანიზაცია, MMA არის სპორტი. არსებობს MMA-ის ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ რომ ამ სპორტის სპორტული მხარე უფრო წამოწიონ. რა, სხვათა შორის ასეთი ორგანიზაცია ერთ-ერთი არის PFL-ი, რომელსაც ასევე აშუქებს ედან და სპორტსი და შეუძლია MMA-ის გულშემატკივრებს უყურონ PFL-ს, ახლა დაიწყო ამ თვეში Grand Prix. UFC ხდება რომ ეს რადგან არის კერძო კომპანია, ის PFL-ის კერძო კომპანია. საჭირო არის რომ რაც შეიძლება მეტი თანხა გამოიმუშაოს. შესაბამისად, თანხების გამომუშავება ხშირად არ ემთხვევა სპორტსმენების ხარისხს. ანუ სპორტსმენი, რომელიც შეიძლება ხარისხობრივად უფრო სუსტია, ანუ სპორტსმენი A უფრო სუსტია ვიდრე სპორტსმენი B ხარისხობრივად, ხო? სამაგიეროდ A-ს შეუძლია გაცილებით მეტი თანხის მოტანა ორგანიზაციის. აქედან გამომდინარე, ასეთი სპორტსმენი ხეირობს ამ ყველაფრით. ჩვენ გაგვიმართლა ამ კუთხით, რომ ყავს ილია თოფურია, რომელიც ხარისხობრივადაც და რა ვიცი, მარკეტინგულადაც არის ყველაფერში ერთ-ერთი პირველი თუ საერთოდ პირველი არა ამ მომენტისთვის UFC-ში, ხო? ამიტომ ესე ადგედა ფეხბურთივით უყურა MMA-ში, პროფესიონალურ MMA-ში ესე მსოფლიოს ჩემპიონატები და ევროპის ჩემპიონატები არ ტარდება და როცა ტარდება, ხშირად სამოყვარულოშია ხოლმე ეს ჩემპიონატები, ხო? არ შუქდება ის ფაქტობრივად რა. ამის მიზეზი არის ის, რომ ეს ჯერ კიდევ ძალიან ახალი სპორტია, 30 წელია, რაც საერთოდ ეს როგორც სპორტის სახეობა არსებობს. ამას გეტყვიან ალბათ ოფიციალურად, მაგრამ ჩემთვის სპორტის სახე ამ ყველაფერმა მიიღო 2000-იანების დასაწყისში, როცა ერთ დღეს მოდის სამჯერ აღარ იჩხუბონ ტოპ მებრძოლებმა, რა ერთ დღეს რო სამჯერ უნდა ეჩხუბათ, ხო? აბსურდია, ხო დღევანდელი გადმოსახედი. შესაბამისად
ძალიან ბევრი რამე ვითარდება, ძალიან ბევრი რამე იცვლება, რაღაც წესებში მაგალითად ახლა ხანს ქონდა ცვლილება, რომელიც ძალიან ბევრი რამეს ცვლის რა, ძირს ყოფი მებრძოლის წესი შეიცვალა. ადრე თუ 3 წერტილით ფიქსირდებოდა, 3 წერტილს თუ დააფიქსირებდა მებრძოლი მიწაზე, ხო? ითვლებოდა რომ ძირს იყო. ახლა ეს ასე აღარ არის და აუცილებელი არის რომ ბევრი ახსნა არის, მაგრამ გულშემატკივრისთვის რომ მარტივი გასაგები იყოს, მუხლები უნდა ედოს რა, ან უნდა იჯდეს. ხო, ისე ძირს აღარ ითვლება, ანუ ფეხებზე გახარ ხელი დადე და ძირს აღარ ხარ. მოკლედ, აი ეს ძალიან ფუნდამენტალური ცვლილება. ეს არის ფეხბურთულად რო ვთქვათ, დაახლოებით თამაშგარე რომ მოიგონეს. მაგრამ ის თამაშგარე ფეხბურთში მოიგონეს ფეხბურთის შექმნიდან დაახლოებით 1 საუკუნეში, ხო? მე მგონი 60-იან წლებშია მოგონილი თამაშგარის წესი. ხო, რაღაც დაახლოებით მაგ პერიოდში. ხო, 60-იანებში. მე მგონი ესე მახსოვს. ვინც იცის დაგვიწერეთ და გითხარით რომ ხო. ხო, და 60-იან წლებში დაახლოებით საუკუნე იყო გასული, რაც ფეხბურთი არსებობდა, ხო, ესე თუ ზუსტად არა ახლოს საუკუნესთან. MMA არის თურმე 20 წლის სპორტი და ანუ წარმოიდგინეთ კიდე რამდენი რაღაცა არის რა და ჩამოსაყალიბებელი შესაძლებელია ცალსახად შეფასების სისტემა, რადგან თავის დროზე ეს პირდაპირ აიღეს კრივიდან გადმოიღეს და ის კრივში მუშაობს. მაგრამ აქ არ მუშაობს რა, იმიტომ რომ კრივში ერთი ნოკდაუნი არის -1 ქულა. აქ ნოკდაუნებზე მინუს ქულები არ არის. ესე ყოველ შემთხვევაში წესად არ არის რა. კრივში არის ლუწი რაოდენობის რაუნდები. ეს უფრო რაღაცა ამერიკული მიდგომა არის რა, ფრერო აბსოლუტურად გამოირიცხოს, ცდილობენ რომ ფრის შანსი მოკლან ასე ვთქვათ. არის კენტი რაოდენობის რაუნდები, რაც იმას ნიშნავს, რომ რაღაცა ერთი რაუნდის უპირატესობა ყველა ვარიანტში რომელიმეს ექნება. ხშირად ვხვდებით ხოლმე პარადოქსებს. აი პარადოქსი რაში მდგომარეობს? 5 რაუნდიან ბრძოლაში წარმოიდგინე იყო ძალიან ახლო ჩხუბი. და ოდნავ მოიგო რომელიმე მებრძოლმა რაუნდი, აი ოდნავ. და უეჭველი უნდა ვიღაცას გაამარჯვებინო რა, იმიტომ რომ არ გამოვა ისე. რაუნდები გაქვს ცალ-ცალკე შესაფასებელი. და ნუ წერა 10-9, 9-10 ასე და ნუ საბოლოოდ გამოდის რომ ერთ-ერთმა მოიგო. პარადოქსი რაში მდგომარეობს? ეს ხო ახლო ჩხუბი იყო. და ეხლა წარმოიდგინე მეორე ვარიანტი რა. ერთმა მებრძოლმა მოიგო 3 რაუნდი, კარგად და მეორე მებრძოლმა დანარჩენ 2 რაუნდში ეს მოკლა ცემაში. ხო, აი მინდოდა მეკითხე. იქ წერ 10-8-ს და ეს გამოგდის ფრე. ანუ აბსურდია რა. ახლო ჩხუბი რომელიც არის, იქ ფრე გამორიცხულია და როცა ერთმა მეორე ბოლო რაუნდებში შეიძლება ძალიან მაგრად დაჩაგრა, იქ შეგიძლია ფრე გამოიტანო. ანუ ძალიან ბევრი რამე არის დასახვეწი. აი წარმოუდგენლად ბევრი რამე არის დასახვეწი. რა ესე რომ ჩაყვე ბევრ მინუსს უპოვ. ანუ ეხლა ჩემთვის არის როგორი რაღაც იცი? რაღაც არეულობაა. ჯერ აი ელემენტარულად რო ავიღოთ რა. აი ჯუდო მიყვარსო ხო თქვი? ჯუდოში ხო იცი რა არის? ანუ რა ქულა რა არის რა? მარტივი. იუკო MMA-ში ზის 3 ადამიანი უყურებს და წყვეტს რომელმა მოიგო. ხო, როგორ გადაწყოთ ეგეც ხო არ ვიცით რა რის წარმოდგენა არ გვაქვს. თვითონ 3 არიან, ეს ათლეტური კომისია ქსავნის სამსაჯებს, 3 ადამიანი არიან, სხედან ესე უყურებენ და გაყოფილი გადაწყვეტილება, რას ნიშნავს გაყოფილი გადაწყვეტილება? წესით და რიგით 3 აი აბსოლუტურად ყველაზე სწორად შერჩეული ადამიანი, ვისაც ანდეს ეს საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მოაგროვეს, დასვეს და ამბობს გაყოფილი გადაწყვეტილება, ერთი ამბობს ესე იყო, მეორე ამბობს ესე იყო. ამურიდან რომელიღაცა ხომ ორივე წეს 10-9-10-9-ს და ერთი პირიქით წეს და მეორე. ხო და ეხა ამურიდან ხო გამოდის თეორიულად რო ჩაყვერო, ესე რომელიღაც არ უნდა იყოს იქ, ხო? ხო ასე გამოდის, თუ ორივე მაგარია, მაშინ ერთნაირი შედეგი რატო არ არის, ხო? ხდები, ანუ რამდენად სუბიექტურია? კი, ანუ შესაბამისად რაღაცეები ნელ-ნელა შეიცვლება და ეს მაქსიმალურად მიუახლოვდება იმ ყველაფერს, როგორცაც შენ და დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებლების უმრავლესობა არიან მიჩვეულები, რომ იყოს უფრო გასაგები. მოდი, ეხა ბოლო კითხვას დაგისვა, ბოლო კითხვისკენ წავიდეთ. ყველაფერი ასე თუ ისე მიმოვიხილეთ და ეხა როგორც მე ვხვდები, ყველაზე ახლოს იმისთვის რომ UFC-ში იჩხუბოს არის ამირან გოგოლაძე და ლევან ჩოხელი. რამდენად რეალურია რომ 2025 წელს ამ ბიჭებს მოუწიოთ უკვე ჩხუბის ჩატარება? ტანზილოვიც ხო? ნუ ტანზილოვიც შეიძლება ვნახოთ. და
რამდენად გვაქვს შანსი იმისთვის, რომ 2026 წელს კიდე უფრო რამდენიმე ახალი სახე ქართველი, რამდენიმე თუ არა ერთი მაინც ვიხილოთ UFC-ში. ყოველთვის გვაქვს ამის შანსი. ეს ალბათობა ყოველთვის არსებობს. მე იმედი მაქვს, რომ აი ბაქოს კარდი როცა ახლა სრულ ყოფილად დაანონსდება, ჯერ იმედი მაქვს, რომ შეიძლება ეგრევე ვიხილო ქართველი. მე მეორე იმედი მაქვს, რომ თუ რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდება, იქნება ამ შემთხვევაში აღმოჩნდეს იქ ქართველი. ამ ყველაფერს ბაქოს კარტს შევეშვათ საერთოდ, ხო? ისედაც ვფიქრობ რეალურია, რომ ეს მებრძოლები, რომელიც შენ ახსენე ჩამოთვალე, შეიძლება მიიწვიონ. კი, არა, ანუ ამ ხრივ არ გვიჭირს, ასე ვთქვათ, ასე ვთქვათ. კარგი მებრძოლები ყავს UFC-ს გარეთაც, მოკლედ. კი, და ველოდებით. აი, იგივე ოქტაგონ MMA-ში ყავდა ჩემპიონი მათე ცანიკიძე, ოქტაგონ MMA-ში ყავს ჩემპიონი ბენო ადამია. პრიუში გამოდიან ქართველები, ჩემი მეგობარი ვახოჭუნ გურიძე, რომელიც მეგობა ამერიკაში ელოდება, რომ თავის ორგანიზაციაში მივიდეს კამრაუნდი და მე როგორ ყავს ქართველი, ეხლა ბევრი არიან რა, მართლა ბევრი, ვინც თქვი ბოდიშს გიხდით, მართლა ძალიან ბევრი ადამიანი არის ესე სახსენებელი, რომ კარგია რომ ეგეთ იმაში ვართ, რომ ვაი ვინმე არ გამოგჩეს და არა ის რომ ვეძებდეთ ვინ არის. მე საერთოდ მგონია რომ მარტო UFC არ არის რა, UFC არის გასაგებია ცენტრალური ორგანიზაცია რაღაც ესეთი ყველაზე პრესტიჟული და ყველას უნდა რომ მოხდეს მანდ, მაგრამ სხვა ძალიან ბევრი კარგი ორგანიზაციაც არსებობს, სადაც გამოსვლა არის ასევე პრესტიჟული, კარგი და იქ წარმატებაც არის ჩემთვის პირადად, როგორც MMA-ის გულშემატკივრისთვის ძალიან სასიხარულო და მე ამ ადამიანებს იქაც ვკომაგობ და თან როგორი რაღაცა იცი, ხშირად ესეთი ორგანიზაციები რაღაცნაირად არის სატელიტი როლს ასრულებენ. იქ წარმატება მე შეიძლება ავტომატურად შანსს გაძლევდეს UFC-ის კონტრაქტს. კი ბატონო. და საერთოდ არ მოგიწევს კონტენდერებზე, მაგალითად ჩხუბი და პირდაპირ ისე მოხდე რომ არ დაგჭირდეს ბევრი წვალება ამისთვის. კარგი, მადლობა მინდია იმის ჩვენთან ერთად იყავი. მე ძალიან ბევრი რამე გავიკე ახლა მაგალითად. კიდევ უფრო მეტად დამაინტერესა UFC. კიდევ უფრო სხვა თვალით შევხედავ ახლა უკვე რაღაცებს და მადლობა იმისთვის რომ ჩვენთან ერთად იყავი. მადლობა ორტონას იმისთვის რომ გვიმასპინძლა ესეთი კარგი კრაფტფუდი. ძალიან გემრიელი ლუდი. ესეც ძალიან მომეწონა კი და კიდე აღნიშნოთ რომ ადგილზე იხარშება და არ აქვს აზრი გაფიტრული გიყვა თუ გაუფიტრავე მე მგონი ყველა იპოვის თავის გემოვნების ლუდს აქვს. მადლობა რომ მომიწვიე. მადლობა ორტონას რომ გვიმასპინძლა და მეც მივმართავ ჩვენს გამომწერებს რომ აუცილებლად subscribe-ი გამოიწეროთ თქვენი არხი და ლაიქონ ვიდეო. ვფიქრობ სპორტული კონტენტი YouTube-ზე გვაკლია, პირდაპირ ვამბობ, გვაკლია სუფთა სპორტული კონტენტი და ძალიან მიხარია ხოლმე როცა ვიგებ რომ ახალგაზრდა ჟურნალისტები და ადამიანები სპორტზე შეყვარებული ხალხი აკეთებენ და ცდილობენ რაღაც კარგი თავისი ვთქვათ გასაკეთებელი რაც გულიდან მოდის გააკეთონ. ჩვენ გვინდა რომ ამ ჩვენი პროდუქტით ესე ვთქვათ ქართულ სპორტში ერთ პატარა აგურს თუ არა რაღაცას თუ დავდებთ, ვიღაცას თუ დავაინტერესებთ, ვიღაცას თუ იგივე კითხვებზე პასუხს გავცემთ და ამით თავის ინტერესს მოვაკვლევინებთ, ეს ჩვენი მხრიდან ძალიან ბევრი იქნება გაკეთებული და მადლობა შენ ამ შეფასებისთვის, ამ ყველაფრისთვის და დაგემშვიდობებით ეხლა უკვე მეც უკვე საბოლოოდ არ დაგავიწყეთ, გამოიწეროთ ჩვენი არხი, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს ეს ვიდეოები. დაახლოებით 6000-ზე მეტი გამოწერი ყავს, მაგრამ ჩვენი მიზანია რომ რაც შეიძლება ძალიან სწრაფად დავიდეთ 10000 გამოწერზე და დაგვეხმაროთ ამ ყველაფერში. თქვენი აქტივობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და შევხვდებით უახლოეს მომავალში.